მუდმივი უკმაყოფილება და წუწუნი არის ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა. ეს არის მესამე ქცევა იმ 10 მენტალიტეტიდან, რომელსაც განვიხილავ კორპორატიული სამყაროს ჭრილში, რაც დაგანახებთ, რომ ზოგი თვისება და ქმედება, რომელიც პირად ცხოვრებაში გვაჯილდოებს, კორპორატულ სამყაროში შეიძლება ჩვენი სანდოობა შეიწიროს და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი წინსვლა და წარმატება. გამარჯობა, მე ვარ მაია და ყველა დასაქმებულ ადამიანს ვეხმარები უფრო მეტი გაიგონ კორპორატიული წარმატების უხილავი წესების შესახებ, რათა მეტი კონტროლი აიღონ საკუთარ კარიერაზე. ყველა ვიდეო, რაც უკვე ჩავწერე და მომავალში ჩავწერ, ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა მეტი სიმშვიდე იპოვონ იმ გზაზე, რომელსაც კარიერული კიბე ჰქვია, რათა იქ დაყოფილი დრო გამოიყენონ მაქსიმალურად პროდუქტიულად და ეფექტურად, რადგან ეს არის სრულიად შესაძლებელი და რეალური. წუწუნი არის ემოციური განტვირთვის საშუალება, როდესაც ვართ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, ვერ გეტყვით, რომ მათ სიამოვნებთ ეს, თუმცა ამ გარემოში ბევრად დაბალი სტანდარტები გვაქვს და მაღალი მიმღებლობა და ოჯახის წევრს არასდროს აკარგავ იმის გამო, რომ მუდმივად რაღაცაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას, მაქსიმუმ მისცე უკავშირის შენიშვნა, ან გამოხატო უკმაყოფილება და გააგრძელოთ ამით ცხოვრება. თუმცა კორპორატულ სამყაროში ეს სრულიად სხვანაირად აღიქმება. საინტერესო გარემოება არის ის, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად გამოთქვავს უკმაყოფილებას, არ ფიქრობს, რომ არის წუწუნა. ისინი თავს რეალისტებად მიიჩნევენ და ადამიანებად, რომელთაც აქვთ მაღალი სტანდარტები და არასდროს შეეგუებიან იმას, რასაც შენ შეეგუე და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებულადაც კი გაყენებენ შეურაცხყოფას, რომ როგორ შეიძლება შენ იპოვო ბედნიერება იქ, სადაც თვითონ ვერ იპოვეს. ეს ადამიანები აუცილებლად იტყვიან ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, აბა თვალებს ხوار დავხუჭავ, სიმართლე იყო და აბა რა უნდა მეთქვა, მე ტყუილის ხმა არ შემიძლია და ასე შემდეგ. ზოგჯერ მართლები არიან, რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა არსებობს ყველგან და ადამიანებს მოგვითხოვება, რომ ეს ყველაფერი დავაფიქსიროთ, მაგრამ მოდით ეს ყველაფერი განვიხილოთ სამსახურის ჭრილში, სადაც ყოველთვის ყველა კომპანიაში დაგვხვდებათ პრობლემა. ეს შეიძლება ზოგჯერ იყოს არაკომპეტენტური მენეჯერი, უსამართლო გადაწყვეტილება, ან უბრალოდ თქვენთვის უსამართლო გადაწყვეტილება. შეიძლება იყოს ბიუროკრატია, ქაოსი, დისკომფორტი, მაგრამ კარიერაში იშვიათად განსაზღვრავს ჩვენ წარმატებას ის, რამდენად კარგად ვითვლით ამ პრობლემებს, არამედ ბევრად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, როგორ ვიქცევით ამ პრობლემების დანახვის შემდეგ. მოდით შევიდეთ მეტ სიღრმეში და გეტყვით, როგორ შეიძლება დააზიანოს თქვენი სანდოობა ამ იმიჯმა, რომელსაც დამიჯერეთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად მიიღებთ, ვიდრე წარმოიდგენდით. პირველი დამაძიებელი ფაქტორი არის ის, რომ ხალხი წყვეტს თქვენს მოსმენას. როდესაც ერთნაირი ძალისხმევით, ემოციით და სიმძაფრით გამოთქვავთ უკმაყოფილებას სხვადასხვა საკითხებზე, შეიძლება ზოგჯერ ეს იყოს სიმბოლურად, არ ვიცი, ყავის აპარატი რატო არ მუშაობს და მეორე ეს იყოს ხელფასი. როდესაც ერთნაირ წონას ანიჭებთ ორივე პრობლემას, ხალხი უბრალოდ ფიქრობს, რომ თქვენ განაუბრალოდ პრობლემას ხედავთ, თქვენ ყველაფერში პრობლემას ხედავთ და აუცილებლად შეწყვეტენ თქვენს მოსმენას და ამაზე რეაგირებას, იმიტომ რომ ფაქტობრივი გარემოებები აქ გადადის უკან და მეტი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ თქვენ ხართ ემოციური, რომ თქვენ ყველაფერში პრობლემას ხედავთ და ნენელად თქვენ ვეღარ გახდებით გადაწყვეტილებების მიღების გუნდის წევრი, ესე ვთქვათ. აღარ დაგვატიჟებენ იქ, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს და ძალიან მარტივად იტყვიან თქვენზე განზოგადებით, რომ ეს ადამიანი აქაც პრობლემას დაინახავს, მოდი არ გვინდა ამ ადამიანთან თანამშრომლობა, ურთიერთობა, რადგან აქაც პრობლემას დაინახავს. ესე ძალიან მარტივად და მშვიდად გაგრიყავენ, ისე რომ ვერც მიხვდებით რატომ. როგორც წესი, შემდეგ უკითხავ მე, რომ რატო შეწყვიტეს მათი მოსმენა, გეუბნებით, სწორედ ეს არის მიზეზი, უნდა მიანიჭოთ წონა, რომელი პრობლემა იმსახურებს თქვენს ყურადღებას და თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს გარშემო მუდმივად ბევრი პრობლემა არის, იქნებ დავფიქრდეთ, რომ პრობლემა სხვა კი არ არის, შეიძლება თქვენს მიდგომებში იყოს. ზოგადად პრობლემაც ძალიან სუბიექტური ცნება არის და როდესაც სამსახურში რაღაც პრობლემაზე გინდა მიუთითო, თუ მანდამაინც შრომის კოდექსი არ ირღვევა და ადამიანის უფლებები არ ირღვევა, დანარჩენი ყველაფერი არის ჩვენი აღქმები და ჩვენი მიდგომები და სანამ რაღაცას მასშტაბურ პრობლემად შევაფასებთ, უნდა დავფიქრდეთ, ეს ჩვენთვის არის დისკომფორტი თუ ნამდვილად პრობლემა არის. მოიდგინეთ, რომ სამსახური, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს არ უყვარს, წამოხვედით სამსახურიდან, დაიწყეთ თქვენი ბიზნესი, შექმნით თქვენი კომპანია, რაღაც სტანდარტები გაქვთ, თქვენი კულტურა გაქვთ და მოდის რაღაც ახალი თანამშრომელი და გარწმუნებთ, რომ მან რომ 2 წლის წინ იმუშაო რაღაც არ ვიცი ამერიკულ კომპანიაში თუ უბრალოდ უკეთეს კომპანიაში, ესე ვთქვათ,
იქ ესე ვაკეთებდით, მოდი ჩვენც ასე გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ამის თქმის უფლება აქვს იმ კუთხით, რომ კარგი რეკომენდაცია გაგიწიათ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ყველა კომპანიას მოთხოვა მოერგოს შენ სტანდარტებზე. კომპანიაში, სადაც მიდიხარ, იქ უკვე არსებობს რაღაცნაირად არაფორმალურად აკანონებული კულტურა და ისევ განმეორდები, თუ შრომის კოდექსს არ არღვევს ეს კომპანია, სხვა ყველაფერი არის თქვენი უპირატესობები და სანამ რაღაცას პრობლემად და უკმაყოფილებად აქცევთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, ეს თქვენი სუბიექტური აზრი არის თუ რაღაც ობიექტური გარემოება. მეორე დაკვირვება არის ის, რომ დამსაქმებელს თქვენ აცლით мотивაციას, რომ რაღაცნაირად ან დაგაწინაურონ, ან წინ წაგიყვანონ, ან ჩახრთონ რაღაცაში. იმიტომ რომ თუ ხართ ადამიანი, რომელიც პრობლემების აღმრიცხავად იქცა და ყველგან ცდილობთ, რომ რაღაც ნეგატივი და პრობლემა დაინახოთ, არ აქვს დამსაქმებელს мотивაცია, რომ რაღაც პროექტის ნაწილი გაგხადოთ. ან თუ იცის, რომ სიმბოლოდ 10%-იანი ხელფასის მატება შენ მაინც არ გაგაბედინერებს და იტყვი, რომ ეს ინფლაციასაც არ ფარავს, ან ეს არასაკმარისი არის, ჩვენ თავი წარმოვიდგინოთ დამსაქმებლის ადგილას, მაშინ იტყვის, რომ თუ მაინც არ ბედნიერდება ამ 10%-ით რაღაც მიუცე, მაშინ არ მიუცემ. ორივე შემთხვევაში თუ შედეგი უკმაყოფილება და წუწუნი არის, მოდი ამ მინიმუმსაც არ გავაკეთებ. ეს არის ძალიან განზოგადებული მაგალითები ბუნებრივია, ამით უბრალოდ ისმით და დაგანახოთ, რომ ან მადლიერების საპირისპირო არ არის წუწუნი. შეიძლება კვლავ გინდოდეს მეტი, მაგრამ რაღაც მომენტში უნდა მიიღო ის, რაც გაქვს და სხვანაირი ხელსაწყოებით და მიდგომებით იბრძოლა უფრო მეტისთვის. წუწუნი არის ყოველად გაუმართლებელი საშუალება და ყოველად დაუფასებელი. არასდროს არავინ დაგაფასებთ წუწუნის გამო და არ ჩათვლის, რომ თქვენ ჭკვიანი ხართ. სხვათა შორის დავკვირვები ვარ, რომ წუწუნი არის რაღაცნაირად აი სიჭკვიანის განმსაზღვრელი საზოგადოებაში, ანუ ადამიანები, რომლებიც მუდმივად რაღაცაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ჩემი აზრით საზოგადოება ფიქრობს, რომ აი როგორი გონიერია, აი როგორ დაინახა პრობლემა იქ, სადაც სხვა ვერ ხედავს და რაღაცნაირად გაქეზებს საზოგადოება, რომ მიდი აბა მეტი დაინახე და მეც გამიზიარე, იქნებ მე ვერ ვხედავ და ჩემი თვალთახედვა არ არის საკმარისი. როგორც წესი ეს საზოგადოება უბრალოდ დროებითი წამქეზებელი არის, ეს საზოგადოება არასდროს გახდება თქვენი დამსაქმებელი, შესაბამისად სანამ ამ ტალღას აყვებით, დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ისევ და ისევ დაუბრუნდები პირველ დამაბრკოლებელ გარემოებას, რომ უნდა დაფიქრდეთ რა ღირს თქვენს ენერგიად და ყველა პრობლემას მიანიჭოთ საკუთარი წონა. არ შეიძლება, რომ ყველაფერზე ერთნაირად იბრძოლოთ, იმიტომ რომ კარგავთ ეფექტურობას და ხალხი უკვე აღარ მოგისმენთ იქ, სადაც ნამდვილად რეალურ პრობლემაზე იწყებთ საუბარს. მესამე დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ის, რომ ხდებით მარტივი სამიზნე. ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ პრობლემებზე და ყველაზე ხშირად და რუტინულად, როდესაც რაღაც განწყობა შეიცვლება ხოლმე სამსახურში, ძალიან მარტივი არის, რომ თქვენ დაგადონ ხელი და თქვან, რომ მას შემოიტანა ეს განწყობა გუნდში. მაშინ მაქვს ბევრი მაგალითები, როდესაც ადამიანები რო აფიქსირებენ რაღაც უკმაყოფილებას, რომელიც მაქამდე სხვას არ უთქვამს, მარტივად აბრალებენ ხოლმე, რომ შენი განწყობა გადაედოთ სხვებს და ეს არის ძალიან საშიში ზონა, იმიტომ რომ რაღაც განტევების ვაცივით გამოგიყვანენ ხოლმე ბოლოს. შეიძლება მართლაც გადადეთ თქვენი განწყობა სხვა, სწორედ ამიტომაც არის, რომ ანუ სამიზნე აუდიტორია სწორედ უნდა შეარჩიოთ, სად უნდა განავრცელოთ თქვენი უკმაყოფილება. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება არაფერ შუაში არ იყოთ, ყველასთან სხვადასხვა სიჩქარით მიდის გაცნობიერება, შეიძლება დღეს მე გავაცნობიერე, რომ ეს პრობლემა არის და ვიღაცამ ერთი თვის შემდეგ გააცნობიერა, მაგრამ როდესაც თქვენ ხართ ის, ვინც მუდმივად ხმამაღლა საუბრობს ამაზე, მარტივი არის თქვენზე ხელის დადება. ამას ემატება ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად გარშემო პრობლემებს ხედავენ და ფიქსირებენ, უკვე უჩნდებათ ნეგატიურობის მიკერძოება და იმდენად შედიან ამ როლში, რომ გარშემო უფრო მეტი მონდომებით ეძებენ პრობლემას, იმიტომ რომ ეს მათი იდენტობის ნაწილი ხდება და თუ ვერ იპოვეს რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ რაღაც არ არის კარგად. როდესაც ძალიან ინდომებ ყველგან იპოვი პრობლემას, ბუნებრივია და ამ მიკერძოებამ შეიძლება თქვენი რეალობა სხვანაირად გაფილტროს. როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც ყველგან ყველაფერში პრობლემას ხედავენ, თვითონ არ უნდათ ხოლმე ამ ყველაფრის გამოსწორება, მათ უყვართ უბრალოდ მითითება და სხვამ უნდა გამოასწოროს ეს ყველაფერი. და ამას ემატება ნასწავლი უმწეობა, ესეთი კონცეფცია არის, რომ ადამიანები იმდენად სულ პრობლემებს აწყდებიან, ან გონიათ რომ აწყდებიან, რომ საბოლოოდ იწყებენ რწმენას, რომ მათ ქმედებებს მნიშვნელობა აღარ აქვთ.
და აქ იწყება უკვე ჩუმი განცალკევება, ესე ვთქვათ, მოქმედებისგან. შენ უკვე აღარ ძიდებს, აღარ სთავაზობ დამსაქმებელს, რაღაცერად გაერიყე ინიციატივებს, აღარ გინდა მოქმედება და ამ რაღაც უმწეობის ფაზაში ხარ, როდესაც უბრალოდ გინდა რომ პრობლემა აღრიცხო, სხვა ვერ მოაგვარებს და რაღაც ამ წრეზე დადიხარ, ხდები უკვე მსხვერპლი, სადაც შენამდე რაღაცას ხედავს და სხვას არავის არ უნდა გამოსწორება. შემდეგ უკვე ეს შეიძლება ძალიან მარტივად გარდაიქმნას აგრესიად, რომ რატო არიან სხვები კმაყოფილები მაშინ, როდესაც შენ არ ხარ. მინდოდა შემომეთავაზებინა 3 პრაქტიკული რჩევა, რა თქმა უნდა, რომ ამ როლიდან გამოხვიდეთ და თქვენი ქცევა მოარგოთ გარემოს ისე, რომ ამან თქვენ მოგიტანოთ წარმატება. პირველი ქცევა არის ის, რომ ყველა პრობლემას თან დააყოლე რაღაც გამოსავალიც, ეს შენ twins აიძულებს, რომ პრობლემიდან ფოკუსი გადაიტანოს გამოსავლის მოძებნაზე. მეორე რჩევა არის ის, რომ დაფიქრდით კონკრეტული პრობლემა თქვენ კონტროლის ქვეშ არის თუ თქვენი კონტროლის მიღმა. სამსახურში ყველაფერს ვერ გამოასწორებ, თუ მიდიხართ და იქ არაფერი არ მოგწონთ და ყველა მეტნაკლებად ამით ბედნიერი არის, ეს ნიშნავს, რომ ეს გარემო თქვენ არ შეგეფერებათ და უნდა წახვიდეთ სხვა კომპანიაში, სადაც სხვა კულტურა არის, სხვა სტანდარტები და ასე შემდეგ. რაღაცები არის, რაც ყოველთვის ჩვენი კონტროლს მიღმა დარჩება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბიუროკრატია. მე შეიძლება რეკომენდაცია გავცე, რომ ეს ამდენი ნაბიჯი არ არის საჭირო და მოდი ესე შევამციროთ. მაგრამ თუ ლიდერებს, მოდი ლიდერები დავარქვათ, თუ ლიდერებს უნდათ რომ ეს 10-ვე ნაბიჯი გაიარონ, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ეს არის მათი კომპანია, მათი კულტურა, მათი სტანდარტები და შენ მხოლოდ რეკომენდაციას გასცემ. როდესაც შენ გახდები დამსაქმებელი, შენც მოგინდება რომ შენს მიდგომებს მიყვნენ სხვები. სწორედ ამიტომაც უნდათ ხოლმე ადამიანებს, რომ გამოვიდნენ დასაქმებულის როლიდან და გახდნენ დამსაქმებლები, რომ გავლენის და ძალაუფლების ბერკეტები მეტად მოიპოვონ, ხო? ამიტომაც ნუ გააკრიტიკებთ სხვას იმისთვის, რისკენაც თქვენც მიიწევთ. მესამე რჩევა არის ის, რომ წუწუნი არა მარტო სხვებისთვის არის დამღლელი. პირველ რიგში თქვენთვის არის დამღლელი, უბრალოდ ამას ძალიან გვიან ამჩნევთ ხოლმე და ნენელა იჯერებთ, რომ არაფერი არ გამოვა ამ ყველაფრისგან და ისე გადადიხართ პასიურ ფაზაში, რომ ვერც იაზრებთ და თქვენ თვითონ ვიაჩერებთ თქვენს კარიერას, სანამ ამას კომპანია გადაწყვეტს. ამ ეპიზოდზე ვერ შევწელი რამე დადებითი მე თქვენი ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ და უკმაყოფილებას გამოთქვავენ, პირად ცხოვრებაში ძალიან ცუდი თვისება არის და კარიერაშიც, თუმცა გადალახვადი არის, უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე, აწონდაწონეთ რა ღირს თქვენს ენერგიად და რა არა. სამყაროს შეცვლას ვერასდროს ვერ შეძლებთ, მხოლოდ პრობლემების დელეგირებით, ესე ვთქვათ, თქვენ თვითონ უნდა შეიცვალოთ პირველ რიგში, თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ საუბრობ და ვერაფერს აკეთებთ, შეეცადეთ, რომ ტონი შეიცვალოთ, მიდგომა შეიცვალოთ, სხვადასხვა ტექნიკები გამოიყენოთ ამ პრობლემების სამართავად. როგორც წესი, ესეთ ადამიანებს უყვართ ხოლმე უბრალოდ კომენტარის სახით გაცემა და ყველაფერი სხვამ უნდა გააკეთოს და თვითონ ის მინიმუმიც კი არ უნდათ, რომ ან ტონი შეიცვალონ, ან მიდგომა, ამიტომაც დაიწყეთ ცვლილება თქვენი თავით და ნახეთ, როგორ შეიცვლება გარემოც. დაგვრჩა კიდე 7 ქცევის და ემოციის განხილვა. ასევე სულ მაინტერესებს ხოლმე, როდესაც ესეთი ადამიანები გახსენდებათ, სად არის მისი კარიერა, არის თუ არა ეს დაპაუზებული და არის თუ არა ეს თვისებები შემაფერხებელი რეალობაშიც. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც მე ვყვები, არის რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული და გამყარებული სხვადასხვა ცნებებით ფსიქოლოგიიდან, მაგრამ უფრო მეტად რეალობა მკარნახობს რა როგორ მუშაობს პრაქტიკაში. შევხვდებით მალე. მადლობა, ვინც მისმინეთ.